დღევანდელი კაცობრიობა საშინელ დროში ცხოვრობს და როგორც ჩანს, ეს ის პერიოდია, როდესაც ანტიქრისტეს ეპოქა ძლიერ მოახლოვდა. მართალია უფლის მეორედ მოსვლის დღე და საათი არავინ უწყის, მაგრამ მისი მოახლოების ის ნიშნები, რომელიც უფალმა სახარებაში მოქცა, უკვე ახლოსაა. ამიტომაც ყველა ადამიანი მზად უნდა იყოს პირადი აღსასრულისა და საყოველთაო სამჟავროსთვის. ყოველი ადამიანი უნდა ცხოვრობდეს სინანულსა და სათნოებებში, მაგრამ ვაი რომ ეს ელემენტარული ჭეშმარიტება დღეს მრავალთაგან მივიწყებულია. გონებადაბნელებული და გულგაციებული ადამიანები იმ აშკარა ნიშნებსაც კი ვერ ამჩნევენ უფალმა სახარებასა და აპოკალიფსისში რომ გვიბოძა. თანამედროვე ადამიანები არა ღმრთისადმი, არამედ ტექნიკის პროგრესისადმი რწმენით ცხოვრობენ და თავს ფანტასტიკური იმედებით იმშვიდებენ. მეტიც, ისინი ჯიუტად განიშორებენ თვით აზრსაც კი ანტიქრისტეს მოსვლისა და სამყაროს აღსასრულის შესახებ. როგორც წერილი ამბობს, თვალხილულნი არიან და ვერ ხედავენ, ყურნი ასხიათ და ვერ გულისხმაყოფენ. მოდი უფრო დეტალურად განვიხილოთ, როგორ შეიძლება გამოიყენონ ჩვენი ცივილიზაციის ზოგიერთი თანამედროვე მიღწევა ანტიქრისტეს გასამეფებლად. სოფლიო კონტროლი შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ მაშინ, როდესაც თითოეული ადამიანი კომპიუტერების მეშვეობით დარეგისტრირდება. საერთო ბაზის სტატისტიკური ანალიზის განყოფილების პრეზიდენტმა, რომლის ძირითადი ოფისი ბრიუსელში მდებარეობს, 1975 წლის თებერვალში განაცხადა, რომ უკვე შემუშავებულია კომპიუტერული სისტემა, რომელიც მსოფლიოს შექმნილი ქაოსისგან გამოიყვანს. 1975 წლის დასაწყისში დოქტორმა ედელმანმა ოფიციალურად გახსნა გიგანტური კომპიუტერი, რომელსაც მხეცი შეარქვეს და რომელსაც გადამტრეული ჯვრის სახით აგებულ 13 სართულიან შენობაში მთელი 3 სართული უკავია. ამგვარად კომპიუტერის სახელი მხეცი ემთხვევა იმ სახელს, რომლის შესახებაც მოციქული იოანე თავის გამოცხადებაში გვაუწყებს. საინტერესოა აღინიშნოს, რომ საერთაშორისო კომპიუტერული კოდის რიცხვი 666-ს ემთხვევა მხეცის რიცხვს აპოკალიფსისში. დოქტორმა ედელმანმა განაცხადა, რომ 3-6 ნიშნა რიცხვის მეშვეობით ყოველ ადამიანს მსოფლიოში უნდა მიეცეს თავისი ინდივიდუალური ნომერი. თავისი განცხადება დოქტორმა ედელმანმა დაასრულა ფრაზით, რომ ეს სისტემა შესაძლოა მთელს დედამიწაზე მშვიდობის დამყარების გარანტი გახდეს, მაგრამ მშვიდობის დამყარების ეს გარანტი სხვა არაფერია თუ არა სათითაო დოსიე დედამიწის ყოველ მცხოვრებზე, მოხერხებული კარტოტეკა, რომელიც მსოფლიო მბრძანებელს უნდა გადაეცეს. სოფლიოს მომცველი კომპიუტერული ქსელის იდეა დიდი ხანია ხორციელდება და თავის აპოგეას უახლოეს მომავალში მიაღწევს. სხვა საქონელთან შედარებით კომპიუტერი სულ უფრო და უფრო იაფფასიანი ხდება და ადამიანის საქმიანობის ყველა სფეროში აღწევს. იშვიათად უნახავთ დეტექტიური ჟანრის თანამედროვე ნაწარმოებს, სადაც ამა თუ იმ ფორმით პროპაგანდა არ ეწეოდეს ყველგან მძრომ კომპიუტერსა და კომპიუტერულ ბაზებს, რომლებიც აადვილებენ დამნაშავის პოვნას, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ასეთი დამნაშავე მომავალში შესაძლოა აღმოჩნდეს ნებისმიერი ადამიანი, ვინც ანტიქრისტესადმი მორჩილებას არ ისურვებს. თითების ანაბეჭდებს უკვე ბიომეტრიული მონაცემები ცვლიან. პასპორტებსა და ვიზებში უკვე ბიოჩიპებს აკერებენ. ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლება წინადადებით გამოდის დანერგონ რუსი სპეციალისტების მიერ შემუშავებული სამგანზომილებიანი ფოტოსურათის ტექნოლოგია, რომელიც ერთიანი საერთაშორისო სტანდარტი უნდა გახდეს. საქმე იმაშია, რომ ყოველი ადამიანის თავის ქალის ფორმა იმდენად უნიკალურია, რომ პიროვნების გამოსაცნობად მისი გამოყენება შესაძლებელია ჩვეულებრივი ფოტოსურათების ან თითების ანაბეჭდების ნაცვლად. 2002 წელს მსოფლიოს 188 ქვეყანა მოაწერა ხელი ახალ ორლეანურ ხელშეკრულებას, რომელიც სახის ბიომეტრიკას ადამიანის იდენტიფიკაციის ძირითად ტექნოლოგიად მიიჩნევს და რომელიც მომდევნო თაობის პასპორტებსა და ვიზებში უნდა დაინერგოს.
ანტიქრისტეს მოსვლისთვის მზადება დაკავშირებულია ფულის, უпростоრედ ნაღდი ანგარის სწორების გაუქმებასთან, რომელიც ჯერ კიდევ მოქმედებს მთელს მსოფლიოში და რომელიც ელექტრონული ფულით შეიცვლება. ანტიქრისტეს დროისთვის გადახდეს ერთადერთი წყარო გახდება ადამიანის მარჯვენა ხელზე ან შუბლზე მიცემული ელექტრონული დაღი, იგივე ანტიქრისტეს ბეჭედი. ამ საბოლოო ეტაპისკენ კაცობრიობა ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევს. დღეს უკვე შექმნილია ერთიანი საკრედიტო ბარათი, რომლის საერთაშორისო კოდია 666. დასავლური პუბლიკაციებიდან ცნობილი ხდება, რომ ეს ბარათები, რომელიც უკვე მზად არის, გაიცემა ერთი ცენტრალური დაწესებულების მიერ, რომლის შტაბ-ბინა იმყოფება ბრიუსელში. ცნობილი ეკონომისტი დოქტორი პატრიკ ფისკეტი აცხადებდა, რომ მისი აზრით, მხოლოდ ერთი ნაბიჯიღა გვაშორებს სუპერ-დიქტატორს, რომელიც დედამიწის ეკონომიკას ჩაუდგება სათავეში. ეს ნაბიჯია ახალი საკრედიტო ბარათები, რომლებიც უკვე მზად არის. მას გამოიყენებს მილიარდობით ადამიანი, დაიწყებენ ბარათების რეკლამირებას და იტყვიან, რომ ის არის ყველაზე საუკეთესო და მოხერხებული საშუალება, მოუწოდებენ და მეტიც, ყველას ამ ბარათების მიღებას აიძულებენ. ბუნებრივია, რომ ამგვარი ელექტრონული საბარათო სისტემა ნელ-ნელა შეცვლის ფულს და შესაძლებლობას მისცემს მსოფლიო მთავრობას ზუსტად დაადგინოს თითოეული ადამიანის მატერიალური მდგომარეობა და ადგილმდებარეობაც დედამიწის ნებისმიერ კუთხეში. მეტიც, დაადგენენ არა მარტო ადგილმდებარეობას, არამედ შეძლებენ მის გაკონტროლებასაც კი. ამგვარი საბარათო სისტემის ლოგიკური დასრულება იქნება ელექტრონული ჩიპების ჩაკერება ადამიანის სხეულში ან ელექტრონული ტატუირება, რაც გამორიცხავს ბარათის დაკარგვის შესაძლებლობას. თანაც ამგვარი ტატუირების ყველაზე მოხერხებული ადგილი არის სწორედ მარჯვენა მუშახელი, ხოლო თუ რაიმე გაუთვალისწინებელი ტრავმის შედეგად ადამიანი მარჯვენას დაკარგავს ტატუირებასთან ერთად, მაშინ ტატუირების ანუ ბეჭდის დუპლიკატს დააკრავენ ღია შუბლზე, რომელიც ყოველთვის მოშიშვლებულია და ადვილად მისაწვდომი. ამგვარი ნიშნულების გარეშე ბუნებრივია ადამიანები ვერაფრის ვერც ყიდვას შეძლებენ და ვერც გაყიდვას, რაც ეთანხმება წმინდა მოციქულ იოანეს წინასწარმეტყველებას ანტიქრისტეს ბეჭდის შესახებ, სადაც ნათქვამია: დაიძულებს ყველას, დიდსა თუ მცირეს, მდიდარსა თუ ღარიბს, მონასხა თუ თავისუფალს, ნიშანი დაისვან მარჯვენა ხელსა და შუბლზე, ასე რომ ვერავინ იყიდის ან გაყიდის რამეს მათ გარდა, ვისაც აქვს ნიშანი, ხეცის სახელი ანუ მისი სახელის რიცხვი. აქაა სიბრძნე, ვისაც გაგების თავი აქვს, გამოითვალოს ხეცის რიცხვი, რადგანაც ესაა რიცხვი კასისა და მისი რიცხვი 666. ევროპის სხვადასხვა ქვეყნის სუპერმარკეტებში მყიდველები უკვე იხდიან საქონლის საფასურს თითების ანაბეჭდებისა და მარჯვენა ხელზე დადებული ნიშნულების მიხედვით. გასული წლის ნოემბერში მსგავსმა სისტემამ უკვე გაიარა ტესტირება გერმანიისა და ჰოლანდიის თელდრი ქალაქებში. ექსპერიმენტი წარმატებულად აღიარეს. ახლა მისი საყოველთაო დანერგვა გადარჩა. ამ ახალი სისტემის ავტორების თქმით, საკმარისია მყიდველმა ერთხელ გაიაროს რეგისტრაცია და მიუთითოს თავისი პასპორტისა თუ ანგარიშის რეკვიზიტები, რის შემდეგაც მას დაუყოვნებლივ შეიძლება განახორციელოს ვაჭრობა ახალი სქემის მიხედვით. ყველა ქრისტიანს, ვინც წინააღმდეგობას გაუწევს ანტიქრისტეს, ამ მოჩვენებისა და თვითმარქვია ღმერთს, სიკვდილის წინ საშინლად აწამებენ. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ახალი ტექნიკა ამ საქმეშიც იქნება გამოყენებული. სხვათა დასაშინებლად ქრისტიანთა ცოცხლად დაწვა თუ ადუღებულ კუპრში ჩაგდება, რასაც ძველი იმპერატორები და ჯალათები მიმართავდნენ, თამაშობად მოგვეჩვენება იმ საშინელ ტექნოლოგიებთან შედარებით, რასაც ანტიქრისტე გამოიყენებს ქრისტიანთა წინააღმდეგ და რომელსაც უკვე ამუშავებენ უსჯულოების საიდუმლოს მეცენატები. მათი საყოველთაო გამოყენება ანტიქრისტეს შესაძლებლობას მისცემს შიშსა და ტერორში ამყოფოს მთელი დედამიწა. ის მოითხოვს, რათა მას თაყვანისცენ როგორც ღმერთს, როგორც მესიას, სინამდვილეში კი მხოლოდ უბადურკი მონაღა იქნება ეშმაკისა, რომელსაც დაუსრულებელი ტანჯვა ელოდება ცეცხლის გეჰენაში.
დღეისთვის ცნობილია, რომ ადამიანებზე ზემოქმედების მრავალი მეთოდი არსებობს. მაგალითად, ფსიქოლოგიური ზემოქმედების მეთოდები მასობრივი საინფორმაციო საშუალებების დახმარებით, უმთავრესად კი ტელევიზიის მეშვეობით. ეს არის ფარული 25 კადრის გამოყენების მეთოდიც, რომელიც უხილავად მოქმედებს მაყურებლის ფსიქიკაზე. ეს არის ტელერეკლამების დახმარებით იმგვარი ზნეობრივი ღირებულებების სისტემის შექმნა, სადაც გამოიყენება სტიმულაცია დაფარული ასოციაციური სიმბოლოებით და ანტისტიმულაცია სიკვდილის მოტივებით. ადამიანის ნების საწინააღმდეგოდ ადამიანის ფსიქიკის ნეიროლინგვისტური დაპროგრამება და მასზე ზემოქმედების სხვა მეთოდები ბოლო ჟამის მეცნიერების ყველაზე საშიში მიღწევაა და მართლაც ტელევიზია მხოლოდ ამ ბოლო დროს გახდა მსოფლიო მოსახლეობის მასობრივი დეზორიენტაციის ძირითადი იარაღი, რომელსაც საჭირო მიმართულებით წარმართავენ. ამიტომაც, როდესაც სამყაროში ანტიქრისტე მოვა, მას საქმე ექნება ხალხის ისეთ ბრბოსთან, რომლის შეხედულება და გემოვნება ჩამოყალიბებული იქნება ტელევიზიისა და მასობრივი საინფორმაციო საშუალებების დახმარებით. ამგვარი საზოგადოების გემოთმოყრული ნება და მომხმარებლური ფსიქიკა ასოცირდება სარეკლამო სურათებთან, რომლებიც სავსეა პატარა ბავშვების ბედნიერი სახეებით, ყვავილებით და შეყვარებულთა კოცნაობით, მაშინ როდესაც მართლმადიდებლური სულიერი მოსაგრეობა მათში გაიგივებულია ბრიყ და გაუმაძღარ მღვდლებთან, ცურწმენებთან, ურდალაკებთან, დაკრძალვის რიტუალებთან, სასაფლაოებთან და მოსაწყენ მოთხრობებთან ბედნიერ წარსულზე. ისტორიაში ჯერ არ შექმნილა ადამიანის სულებზე ზემოქმედების იმაზე უფრო მძლავრი იარაღი, ვიდრე ტელევიზია და ანტიქრისტიანული ძალებიც მოხერხებულად გამოიყენებენ ამ შესაძლებლობას. ამრიგად არ არის საქები იმ ქრისტიანთა მოშურნეობა, რომლებიც ნატრობენ ბოლო დღეების დადგომას და ანტიქრისტეს პერიოდში ცხოვრებას. ამავდროულად უწოდებს ამ ჟამს წმინდა წერილის სიბნელის პერიოდს. რატომ? იმიტომ რომ როგორც ყველა მხრიდან ხაფანგებით და მახეებით გარშემორტყმულ ადამიანს არ ძალუძს დაუზიანებლად მათგან თავის დაღწევა, ასევე უკუნ სიბნელესა და სულიერ გაპარტახებაში მცხოვრებს არ ძალუძს წაფორხილებისა და დაცემის გარეშე სულიერი უკუნიდან გამოღწევა. ამიტომ ბნელეთის სამეფოს უნდა ვეწინააღმდეგოთ დღესვე, როდესაც ბრძოლის შესაძლებლობები ჯერაც არ წაგვირთმევია. ჩვენ გვმართებს, ამბობს მოციქული, სანამ დის დღეა ვაკეთოთ ჩვენი მომავლინების საქმე. მოდის ღამე, როდესაც ვეღარავინ შეძლებს კეთებას. ღამე ეს არის ჩვენს თავზე მოწევნადი სატანური სამეფო, სულიერი უკუნი, რომელიც თავს დაატყდება მთელს მკაცობრიობას, როდესაც მორწმუნეთა ცხოვრება იმდენად მძიმე იქნება, რომ ისინი მომავალი სამჟავროსადმი შიშის და მიუხედავად იტყვიან: ჰე მოვიდოდე უფალო იესო. არავინ იცის, როდის მოვა ანტიქრისტე, მაგრამ კაცობრიობა უკვე დგას უფსკროლის წინაშე. არ უნდა გვიკვირდეს აპოკალიფსისის წინასწარმეტყველება, რომ ხეცის ხატი იმეტყველებს, რადგან ბოლო ჟამის ტექნიკა წარმოუდგენელ და ფანტასტიკურ დონეს მიაღწევს. ტექნიკური სრულყოფილების სასწაულებს უკვე ვაკვირდებით. გასული 100 წლეულის მეცნიერული აღმოჩენების მიხედვით, ადვილი მისახვედრია, რომ კაცობრიობა ტექნიკური პროგრესის იმ ზღვარს მიუახლოვდა, რომლის იქით უკვე არ სადღაა წასასვლელი. ეს ტექნიკურ სამეცნიერო ბაბილონი თავისი კადნიერი ზრახვებით ძველი ეგვიპტისა და ბაბილონის მოგებსაც კი გადააჭარბებს და ცეცხლოვან წარღვნას დააჩქარებს. ამაზე დერთვის ნეობის დაცემა, სიცრუის გამეფება და ჭეშმარიტების სიძულველი. სწორედ ამგვარი ზნედაცემულობა გამოიწვევს წარწმენის ძის, კაცობრიობის უკანასკნელი მაცდურის აღზევებას. სწორედ მაშინ დადგება ენით აუწერელი უბედურება მთელს დედამიწაზე მათ გამო, ვინც აღიარა მტარვალი და შეისყნა რა იგივით არც ღმერთი, რომელიც თითქოს და დედამიწას მოევლინა.